დავიწყო მეოთხე თავი. მეოთხე ჩაცი, მეოთხე საათი. ოკეი. ესე იგი წინაზე ხორო ლაბარაკეთ ლოგოსებზე, ეს ტრანსცენდენტული ღმერთი. ტრანსცენდენტური მოდის შემოდის სამყაროში, უბრალოდ თავის გარეთ ქმნის სამყაროს. შიგას უგულისხმობს სამებას და მის არსსა და ბუნებას და გარე გამოსვლად ამბობთ მის ენერგიას და ამ ენერგიების ამწყობი რაც არის, აი ამ ენერგიას რაც მოაქვს, ფოტონები. ესენი არის ლოგოსები. აი რაც რო წარმოვიდგეთ ხა ფოტონის აქტალური თვისებაც და ფოტოს აქვს კვანტური ნაწილაკის თვისებაც, ხო? ხანასე მოგდა წარმოვიდგეთ რომ აი ლოგოსი არის დაახლოებით ისეთი, რომელიც არის ნაწილაკი, აზრია, ერთი კონკრეტული აზრია და ის ამავე დროს არის ტალღა და ეს ტალღა ჩავთვალოთ ენერგიად და ეს ჩავთვალოთ შინაარსი ჩავთვალოთ ბირთვი, ესე იგი აზრი და ამას დავუწოდოთ ჩემი ლოგოსი. და ეს ლოგოსები ერთმანეთთან, ბევრი ლოგოსი ერთმანეთთან არის გამოყენებული ქალკედონის კრება, შეურევნებლად და გაუცალკევებლად, ესე იგი შეურევნებლად და განუყოფლად, როგორც ქრისტეში არის ეს ერთპიროვნებაში ორი ბუნება, ამ შემთხვევაში ლოგოსები ერთმანეთისაგან არიან განსხვავებულები, განიყოფიან, მაგრამ არ გაშორიშორდებიან ერთმანეთს. არ შეერევიან ერთმანეთს. არ შეირწყმენ, ესე იგი ერთი ლოგოსი კი არის, ამეთ უამრავი ლოგოსია, უამრავი აზრია, მაგრამ ეს აზრი არის ერთ რაღაც კოდად მოქცეული. და ეს არის ასე ვთქვათ ტერმინებში, მაგრამ ამ შემთხვევაში პიროვნებები თუ ქრისტეში პიროვნებაში ორი ბუნება, აქ პიროვნებები შორის დამოკიდებულება ხდება შეურევნელი და განუყოფელი. კარგი, ეხლა გადავიდეთ ციტატაზე, ეს რა ლაპარაკობს. მომადგეს. ეს ლაპარაკობს დიპლი ამევიოტიტაზე ვილაპარაკეთ თუ აღარ მახსოვს თუ მარტო წინადადებად თარგმნი. კარგით, გადავიდეთ ეხლა თავად ტექსტი რა და ამ ტექსტს წავიკითხო და თარგმნი თქვენთან ერთად ზეპირად. ესე იგი დავიწყოთ ხა. Εδώ ομολογητής παρέχει აი ამ საშუალებითო, ესე იგი, როდესაც წინაზე ციტატა იყო. ამ საშუალებით, ესე იგი, მომლოგიტი, ესე იგი, თუ მომლოგიტი წამოწდა, ესე იგი, აღსარებელია ეს. აღსარებელი იძლევაო თავდაპირველ, ესე იგი, საწყისობრივ ონტოლოგიურ ფუძეს ლოგოსებისათვის. ესე ლოგოს რა ონტოლოგიურ საფუძველი მიეცა. ეს არის ღმერთის გარე გამოსვლა კონკრეტულ ჭვირებად, კონკრეტულ აზრებად, კონკრეტულ სხივებად, კონკრეტულ ფოტონებად. ფოტონებად. და ამას უწოდებს დიპლი დიალოგიკი ანაფორიკოტიტა. აი
ის რომ ნიკოს კაზანძაკისის წიგნი ანაფორას ტონ გრეკო ესე იგი თამარ მესხმა თარგმნა როგორც ახსარება გრეკოსთან ანაფერო არის მიუმართავ ზე აუტან ან ზე აუტვან შეიძლება ანაფერო ხომ აღო არის ტარება ფერო არის ტანება რა მიტანა ტარება და მიტანება დაახოთ ეს აგოგია პედაგოგია პისტაგოგია ისაგოგი შესავალს ნიშნავს ისიღაღე შემოიყვანას შესავლის ნიშნულობა აი შესავალ თხზულებაში შესავლად შემოიყვანა ესე თუ თხზულების წერა დაიწყო უკვე თხზულებაა ეს მაგრამ ეს შესავალია შესავალში რომელშიც თრიანთ მოცემული არის რაღაცნაირად მთელი წიგნი ხო ყველა ოჯახი ბედნიერი ოჯახი ერთნაირი არის თუ როგორ არის და ყველა უბედური ოჯახი განსხვავდება თავის უბედურ ყველა ბედნიერი ოჯახი ერთნაირია თავის ბედნიერობაში და ყველა უბედური ოჯახი განსხვავდება თავის უბედურობაში ესე რო იწყე კალენინა მაგარი წიგნია სხვათა შორის ეგ ხო მე ცოტა აგდებით უბრალოდ მაგრამ ეს მიბრუნდება არის წიგნები რომელიც მიბრუნდება სულ არის წიგნები რომელიც აღარ მიბრუნდება აი წარმოგიდგენთ დოსტოევსკი აღარ მიბრუნდება საერთოდ და არც მაქვს სურვილი წავიკითხო ბოლოს 10 წლის წავიკითხო მეტი და მაშინ თქვი რომ მეც აღარ წავიკითხავ მეთქი თორე ისე იმაში ჩამაბრუნა ეს აი მე ორომ ტრიალში არ მაინტერესებს და ეს არის რა ქვია ეს გასაგებიც უნდა იყოს ალბათ რა რომ რატომ ხდება რომ ზოგიერთ წიგნის ჩავა ზოგიერთ ის თვითონ ახდენს ეს წიგნი ამ გავლენა და აქაც ისაღო ესე იგი შესავალი აქაც ძალიან საინტერესოა ხო დოსტოევსკის ესე სწორედ გამოდის რომ ადამიანი რეალურად ერთმანეთისგან განსხვავდებით საკუთარი უბედურობები საკუთარი ბედის წერით ხო ხვედრით ესე იგი და ძინებზე ხო თქვით რომ სწორედ ის ლოგოსი სწორედ ის ხვედრი რომელიც არის მე შენ ხვედრი იღბალი ბედის წერა აი ლოგოსი რაღაც ესეთი რამე მაგრამ ამაში არ არის ეს ფატალიზმი ესე იგი მაქსიმე იძლევა ამაში ყველაფერში იძლევა ძალიან დიდ ფაქტორად დაასრულა ჩემი აზრით მე ხა მარდენის აღარ მაქვს მაგრამ ჩემი აზრით მაქსიმემ თლიანად გადმოსცა ყოველში იარაღი მოგცა თულს რა ხელსაწყო მოგცა რომ ესეთი სქემა ესეთი ხელსაწყო მოგცა რომ შეიძლება ეს ხელსაწყო კარგად გამოიყენო და კარგად იპროგრესა ფილოსოფიები ეს რეალურად არის აზრის სტრუქტურებია აი რო ეძახით არტიკულირებას არტიკალი რაღაცას მიმართულებას ქართულად არის სახსარი იქნება ხო აი დასახსრავს რა ესეთი დასახსრავს ესე იგი ისეთ მოქნილს ხდის რომ აი ესეთი მოძრაობები კონდეს შესაბამისი სხეულისათვის აი სხეულ არ აქვს სახსრები ხო ვერ მიმოძრავებთ ან დანაწევრებასაც ვამბობთ ხოლმე ქართულად ესე იგი დანაწევრები ნაწევრებისაგან რაღაცა ისე რომ შედგება რომელსაც მე მოძრაობა შეიძლება უდიპლომო სასწავლოში ხო არის ესე რო დგას ის ჩუჩელი საფრთხებულო ჩამდა ვენახში აი ნახოთ ეს არტიკულირება და ეს მაგალითი მოყავს მაგალითად ამერდაში მოყავს რაღაცას რომ ვერ მიმართავ რუსეთსო რა ნახოთ ძალიან ჩემებურად ვერ მიმართავ რუსეთს იმიტომ აზრის არტიკულირება არ არის აი რაღაცას შენ ამას გაუკეთებ და ელოდები რომ იქიდან არტიკულირება ესე დასტრუქტურირებული პასუხი მიიღო რა და უცებ იქიდან ღებულობ რაღაც მოძრაობას და ამის მაგალითისთვის მოყვა და ხო აი წარმოიდგინე რომ შენს წინაშე არის აბსოლუტურად პარადიგმა ადამიანის რა
და ესე დგას შენ წინაშე და მიდიხარ და ხელს ართმევ რა ხელს თქვა ჩამოვარდე და უცების იწყებს წყლით არის ის ამდენ წამოდი ეს არის ფიტულია და არის წყლით სავსე და ეს მოძრაობას რო რაღაცა მოძრაობას დაიწყებ და ჰიდრაულიკის კანონები თუ არის ზეპირად და რაღაცა გაწვრთნილი თუ არა ხომ მაგაში ვერ გაიგებ რას ამოს და წამოდი ხა ისეთი სიცხე ჩაასხი რომელიც კანონებიც არის აი ესეთი არის რუსეთი რა მარდაშვილი ამას და იმისათვის რომ ჩვენ გავიგოთ აზრი ჩვენ გავიგოთ ჩვენი ემოციების შინაარსი და ის რაც ხდება ჩვენ გარშემო შინაარსი ჩვენ ჭირდება სწორედ სახსარი ესე იგი დასახსო დანაწევრება და ჩვენწირება ლოგოსი იმიტომ ლოგოსი არის ასევე საზომიც ლოგოსის ერთ მნიშვნელობა არის რიცხვი თქვენ წარმოვიდგინეთ რიცხვი ახლა პირდაპირ ესე კი არა რიცხვი მაგრამ ეს არის ლოგოსი არის ეს რიცხვი და აი მე მაშინ როცა ერთი თავი მთლიანად ამ რიცხვებს ეძღვნება როგორ არის არისტოტელესთან და ეგეთი ქვია მე intelligible matter ხო და აი აქ მოგეკეთე დიალოგიკი ანაფოროკოტიტა ანაფერო არის ავიტან მიუძღვნი ესე იგი შეიძლება იყოს ანაფორა არის პატაკი შეიძლება იყო ანუ აი ჯარში რო პატაკს აძლევენ ესე დაკლად რუსულად შეიძლება იყოს დაკლადი მაგასაკეთებელი ქართულად როგორ მოხსენება მაგასაკეთებელი მოხსენება ხო მოხსენება გრეკოსთან აი ანაფერო ხო აი ჩვენ გვაქვს სიტყვა ანაფორა ხო ანაფორა არ ვიცი რატო ქვია ანაფორა ქართულად ანაფორა რას ქვია სხვა ენაზე ხო და რასა რუსულად ბერძნულად რასა არის და მეგონა რაღაც სპარსული და თურქულიდან ეგ სიტყვა და ქართულში რატო ვამბობთ ვეძახით ანაფორას არ ვიცი იმიტომ რომ უდელს ვაცვია და ანაფეროას ვეძახით მაგრამ ეს უკვე ზენ ანაპემბომენ ანაფერომენ შენ მოგიძღვნით შენ და ან მიძღვნა ეს ცენტრალური ნაწილი ლიტურგიის მეცნიერულად თქვია აი ღირსარს და მართა და შენ გიგალოთ შენ გაგურთხოთ აი ეს არის ანაპოლის მომენტია მაგრამ ეს ხა მეცნიერულად თქვია ესე ქართლები რატო ეძახიან ანაფორას არ ვიცი მაგის ეტიმოლოგი იმიტომ რომ დელი რომელიც ანაფორა არ ვიცი ანაფერი თუ მოგეთ ანაფოროკოტიკა არის მე თარგმნი ანაფერო შეიძლება იყოს აფიო მაგრამ აფია ვიღაცას მიმართავ მე ანაფოროს ახლა ზე მიმართავს ანაფერო არის ზე მიმართავს ზე მიმართვა ნიშნავს ანაფერო მე შენ მოგმართავ ესე ვეუბნები და ანაფერო სე ანაფერო მე სუ ანაფერო მე თუ სე ანაფერო მე არ ვიცი სე ანაფერო მე სუ ანაფერო და სე ანაფერო მე ხო და ისე ანაფერო მე რომ არის იქ აი შენ მოგმართავ ესე ესე ამბობ მომართვას ნიშნავს მიმართვას რაღაცა რომ ვიღაცასთან მიმართვას ხო აკათ შეგეფარდებისას ფარდი მაგრამ ის სხვანაირად პროგრამის შეფარდება ძალიან კარგად თარგმნა ფარდი მაგრამ აი აქ არის დიალოგიკი ანაფეროკოტიკა ესე იგი ერთმანეთის მიმართ ერთმანეთს მიმართავენო რა ურთიერთმიმართვა არის ვაგ ეგეთი სიტყვაც ხო დიალოგიური ურთიერთმიმართვა მაგრამ აი ამ შემთხვევაში არის ურთიერთმიტანა ურთიერთმიტანა ზე ანაფერო არის ზე მიმაქვს ზე ატანა ესე როცა თუ გვინა ზუსტად ტერმინებით იმიტომ რომ მისი პოეტური შინაარსიც გადმოვიდეს მაქსიმესი მე შეიძლება ესეთი სიტყვები შეთხზა მაგრამ თუ ამ სიტყვებს თლიანად შეთხზავ მიიღებ მე ისე წენდადებას რომელსაც უკვე აზრი აღარ აქვს რა და არ არის გამორიცხული რომ გელათმა რო ძალიან თარგმნა ეს ისა უცბად ხალხმა ვერ მიიღო ქართველებმა და ამიტომ ეს ნაწერები მაინც ელიტის ნაწერები დარჩა აი მაქსიმეს ეს ნაწარმოები თარგმნმა ერთხელ ნაწერში გვაქვს მარტო გელათური თუ ერთი თუ ორში გვაქვს შენარჩუნებული რა იმიტომ რომ არისო კითხვა ვერ გებულა მე ვერ არცერთ ქართულის კი არა ეფრემისის როგორ წავიკითხეს მე პერსონალი არ მქონდეს ტექსტი არ ვიცი მას როგორ გავიგე არ მე მგონი ვერ გავიგებ ხო
ამიტომ ისეთი არა ფაქტია ჩვენ ორნაირი თარგმანი გჭირდება ქართველებისთვის ესე იგი ერთი არის ეს უბრალოდ მარტივიანით თანამედროვეენით და მე უნდა იყოს აი გვერდზე უნდა იყოს უკვე აი ძალიან ეს სიტყვა სიტყვით მაგრამ მე ამის საჭიროება აღარ არის მეგობრებო მე ვცადე და იმაში artificial intelligence ჩავაგდე ეს ბერძველბურ და გითარგმნის ნუ ახლა ქართულად არ ვარგა მაგრამ თუ დაუკვირდებით იმ ქართულ შინას იმიტომ ჯერ ინგლისურად თარგმნის ეთქვა მე ქართულად რო არ ვიცი და მაგალითად ინგლისური ტექსტი კარგია ქართული ტექსტი კიდე შინაარს ვერ გავიგებდა მაგრამ გავიგებდა თან ეს დაიხვეწება ეს artificial intelligence 10 წელიწადში აბსოლუტური საჭიროება აღარ გახდება ენების ცოდნის მოხდება ისე რომ აი ნებისმიერ წიგს შენაზე გადმოიღებს სამეცნიერო წიგს ესე იქნება ნებისმიერ საინჟინრო თეოლოგიურ წიგს და რაღაც მაგრამ ახლა პოეზიას და იმას ალბათ ნუ ენებს მაინც დაჭირდება სწავლა და როგორ არის ვაკვირდები რომ ჩემს იმასაც აი ამ სკრიპტს რომ მიკეთებს სკრიპტს ხოაკეთებს და მე იმას რომ ეუნები რომ artificial-ს რა ეს და მემუშავე საშუალო დონეზე გიგდებს სტანდარტებით შენ ჩემს აი პიროვნულ მომენტებს ის რაც არის იმას ვერ შვება ასე ყოველთვის დაჭირდება artificial intelligence ადამიანი რომელიც ის შემოქმედებითობის მომენტი ეს გულისხმობს თავისუფლების მომენტს და ეს თავისუფლების მომენტი ალბათ მხოლოდ ადამიანს და ჩაი რატომ მიაღწია დასავლეთმა წარმატებას და აღმოსავლეთმა ერთ რამაზე დგას ადამ სმითმა ასე ვთქვა კაპიტალიზმი ადამ სმითმა ერთადერთმა მოიგონა ისეთი რაღაცა რომ სადაც ადამიანის ბოროტებნე სიხარბე იქნება ნუ ფული სიყვარული ეგოიზმი და რაღაცაც მანამდე სამყაროს ანგრევდა რეალურად ნუ კი რაღაცებში მაინც კარგი როლი ითამაშა და მოხდა პერიკლე მაგალითად ეს იყო ეგოისტიკასი და პატივმოყვარე და რაღაცა აი პატივმოყვარეობამ შექმნა მე ის გენიალური ათენი აი რო ის სწორი გაეკეთებინა ეს პატივმოყვარეობა მაგრამ ნუ არის რაღაცა ის ლიტერატურაში რაღაცაში მეცნიერებაში მასე არის რომ აი პატივმოყვარე ადამიანი მაგრამ აი როგორც პოლიტიკური წყობა ასე ვთქვა და პოლიტ-ლიბერალიზმი ასე რომ ეს შემოდის სწორედ აი ასეთი იმითი რომ დასავლეთში რომ ყველაფერი მიეცა ადამიანი მთლიანად გამოთავისუფლდა და აი რაც უფრო მეტად თავისუფალი ადამიანი მიცემ პიროვნებას იმით უფრო მეტად წარმატებული ხდება ის საზოგადოება და ის წყობა და რაც უფრო მართავ და უფრო თრგუნავ და ჩარჩოებში აქცევ აი ეს თავისუფლება ერთბაშად არის დამანგრეველიც და მაშენებელიც ამიტომ რომ ღმერთმა რომ მოგვიშვა ჩვენ გზაზე ერთი მხრივ ცივილიზაციას რაც ვაჩენებს ეს ბრწყინვალეა და მოსაწონლე მიუხედავად იმისა ჭუშტვარით უყურებს ბიბლია თავში მაგას ქალაქები არ მოწონს და მომთაბარე ცხოვრება და მეჯოგე აბელი ურჩენია მაგრამ რაღაც მიწაზე მიბმულ ერთ ადგილზე ლოკალურ ადგილზე მიბმულ ადამიანს იმიტომ ის უნდა ეძეოს სამყარო უნდა შემოიაროს ახალ რამები ნახოს შეისწავლოს გამრავლდეს მიმოთესოს ხო მაგრამ მე ბოლოს საყვარელი ქალაქი ხდება იერუსალიმი და იერუსალიმი იქნება ეციური სასופროლის სახეც იერუსალიმია ესე რომ ბიბლია ესე მთავრდება ხო ნუ ქრისტიანების ბიბლია ახალი იერუსალიმი და ნუ ებრაელების იერუსალიმის დაბრუნებას ელოდებიან ნუ ქალაქი მაინც გახდა და აი ესეთ თავში ცივილიზაცია რაც იქნება ეს კარგია მაგრამ ეს აუცილებლად მას აქვს შესაბამისი აი ეს side effect-ი, მაგრამ side effect-ი მისი საფუძველია. აი მე ვგითხარით წინაზეც რომ აი თვით წარმოცარიელებაზე დაცარიელებაზე რომ აბსოლუტურად თავის მომერთმა თავისი ანტიპოდი უნდა გააკეთოს ჰეგელი და ამავდროულად, მაგრამ იქ უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ასე უნდა და შეუძლია ეს დაახოთ ისეთი მომენტი როცა აი ბიგ ბანგი მოხდა აფეთქდა დიდი აფეთქება მოხდა რატომ მოხდა რა ვიცი მე მოხდა რა აი რომ მოხდა და ჩვენ მაგ შედეგში ვცხოვრობ ჩვენ მეტი არაფერი არ შეგვიძლია აი მარტო მაგის გაგება შეგვიძლია აი ზუსტად ესეთ რაღაცას თამაშობს ამ შემთხვევაში
აი ღმერთისთვის წამოწალიერება რომ ქმნის აბსოლუტურ ნულს აბსოლუტურ სიშავე სიბნელეს ქრისტეს თვითონ ჩადის მათ და იქიდან იწყებს ადამიანი რა აი წარმოიდგინეთ ესე ისევე როგორც მანთა თავისუფლად აი გარეთ გახდა აი იქ თავისუფლება უნდა შემოვრუნდეს ახლა უკვე თუ უნდა თუ არ უნდა იმ თავისუფლებაში დარჩება და აი ამიტომ არის ადამიანი ხლიჩება აი ამ ორ უპირატესობას შორის და ვღებულობთ რომ ნუ მაგრამ ნუ სახარება ეგეთ საკითხს ვიბდება რომ პირდაპირ თითქმის პირდაპირ მოგეუბნება რომ აი იქ რომ იმას რომ ნახავ მე მიხვდები რომ ეს ყველაფერი ღირდა ამათ ხო ეს არის დიალოგი კი ამფიოთ ესე იგი ღმერთის შემოგწირავს ესე იგი გამოვიდა მთლიან თავის მთლიანად მოგმართა შენ რადგან შენ არ არსებობ ის არსებობს და შენ არ არსებობ ამიტომ თვითონ დაიცალა თვითონ გაარარსდებდა ესე იგი აბსოლუტურ სიბნელეს ჩავდა ჯოჯოხეთში და იმიტომ რომ პირდაპირ წერია რა ჩვენ თუ არსებობთ ის არ არსებობს იმიტომ ის ზეარსია არ არსებობს თუ ის არსებობს ჩვენ არ არსებობს იტელა განსხვავებული აი ბიგ ბანგამდე რაც იყო და ბიგ ბანგის მერე რაც იყო ეს ორი იმდენად განსხვავებული რამეა რომ ამ აქ რაც ხდება ამით იმას ვერ გავიგებთ რა მაგრამ ამ შემთხვევაში ის რაც გვაქვს ჩვენ იმით უნდა დავმოყოფილოთ და ეს თეორია ამიტომ ვთქვით მაქსიმე იძლევა ისეთ სტრუქტურას ისეთ სისტემას როგორც გითხარით რა ის არტიკულირებას იაკეთებ და ნებისმიერი ფილოსოფია მეგობრებო არის რაც უფრო კარგ არტიკულირებას რაც უფრო კარგ მოქნილ და სასარგებლო სისტემას გააკეთებ მით უფრო კარგად ლიფტის საშუალებას მოქმედებს ლიფტივით კიბესავით არის ეს ვიტგენშტაინმა თქვა კიბეზე რო თქვა კიბით რო მე კიბე აღჭირდა დაახლოებით აი ამას ხედავენ ნეოპლატონეში ისინი იმას კი არა მამარდაშვილი პირდაპირ მაგას ამბობს რომ სულელი კი არ იყო პლატონიო რომ მართლა დაეჯერებინა იდეების საერთოდ უბრალოდ შექმნა კონცეპტები შექმნა ხო კონცეპტები და ამას ლაპარაკობენ გვატარე და დელეზიც მე რომ ისტორია არის კონცეპტების შექმნა და მე ეს კონცეპტები როგორ მუშაობს ეს არის აქსიომების შექმნა მათემატიკოსებს აქვთ ხო რა აქსიომებს ქმნიან და მე იმ აქსიომებზე რაღაც ახალი მათემატიკები ხდება და კიდევ და კვანტური ფიზიკა სულ რაღაც ეგეთ გათვლას რომელიღაცას და რაღაცა გაიგეს რა ვიღაც მათემატიკური ფორმულა და რომელიც სულაც არ იყო გამიზნული ამ კვანტებისთვის და თავისთვის რაღაცას უბრალოდ ნუ ერთი პრინციპი არის რომ რაც შეიძლება ეს აქსიომები იყოს რაც შეიძლება ნაკლები მაგრამ აქსიომები იყო ბევრი მაგრამ ესე იგი სხვადასხვანაირი მაგრამ რაც შეიძლება ნუ ნაკლები უნდა იყოს ეს სისტემა მეც ვერ მოერევია ხო და და ვერ მოერევი და არც იქნება უკვე საჭირო ეს დიალოგი კი ამეოდეს დიალოგიური ეს ლოგოსი არის და დიალოგოსი იგი გვესროლა ლოგოსი და ჩვენ ამ ლოგოსის შიგნიდან ეს ლოგოსი უნდა ავიყვანოთ და აი ეს აღყვანის პროცესი ეს ანაფერო უკვე როგორც მე უკვე ანაფერომზე ავდივარ ეს მაშინ ხდება უკვე ეს არის შენი ჰიპოსტაზის ბრადობა და ბოლოს ეს ჰიპოსტაზი ესე ჩემი ჰიპოსტაზი რომელიც ლოგოსის ბირთვია ასე ვთქვათ აი ეს წამო პოტენციალად არის მოცემული ის რომ წამოვა და გაიზრდება ის რო ავარა შეიძლება მაღლა და მაღლა ну მაღლა არ არის შო ნებისმიერი მიმართულებით რო წავა მაშინ აი ეს შიგა წარმოიდგინეთ შიგა რადიუსი აი წარმოიდგინეთ ლოგოსია სფერო არათერ სფეროს არ არის მაგრამ სფეროა და ცენტრში არის აი ეს პატარა ბირთვი რაღაცა დნმ-ის რაღაც ხო და აი ეს უნდა გაიზარდოს და აი უნდა მიწვდეს და ისიც ტრიალებს ყველა მიმართულებით ესე შიგნიდან უნდა შეავსოს ეს თავის და ის ხდება ჰიპოსტაზი აი წარმოიდგინეთ კაი წრეწირი გაქვს მოცემული და ის წრეწირი უნდა გადაიქცეს წრედ წრეს ავსია ნივთიერები და წრეწირი მარტო ხაზია წირია წირი შემოწირა წირი წერაც აქედან მოდის წერა წირი ხაზი რა ესე იგი შემოხაზული არის წრეწირი ესე იგი ხო და არის წრეს შიგნით რომელიც არის აქვს ხო აი წარმოიდგინე წრეწირი გაქვს რაღაც აი წრეწირის გავს სფერო აიღე და აი სფეროში არის სიცარელია და სფერო უნდა მე ამ პიროვნებით გავიცო და პიროვნება და ეს მისი ბუნება ერთმანეთს შეუთავეში ერთი გახდება მაგრამ საქმე იმაშია რომ რადგან ეს ლოგოსი ღმერთთან არის ვერასდროს ვერ ამოწურავ იმ ლოგოს იმიტომ რომ ლოგოსის ზედაპირზე მთელი ღმერთია არეკლილი ის აი ესეთი უცნაური
რაღაცა არის უნარია. ამიტომ ღმერთისკენ მიდიხარ ამ ტრანსცენდენტ, მაგრამ ეს მექანიზმი მით არის კარგი მეთქი, რომ აი აბსოლუტურად შეუძლია მაქსიმესის ნაზრები მოაცილოთ აი ეს ტრანსცენდენტული ღმერთი, ну დავივიწყოთ და ვთქვათ, რომ ყველა რელიგიები მაგას აკეთებდა. საბოლოო ყველა რელიგია მონოთეისტურია, მაგრამ მე ივიწყებენ როგორც ჩვენ საყრებაში გვიწერია, რომ არ არის შუამდგომელი ქრისტეს ეს მხოლოდ ღმერთსა და ადამიანს შორის ეს ერთ-ერთი შუამდგომელი ქრისტეა და აღარ ჭირდება ამიტომ სხვები რაღაცა იმიტომ ამნებს სხვები გააკეთა და თვითონ ვერ არის მღვდელი და თვითონ ყველაფერი ეხლა იმდენი შუამდგომელი დავაყენე ქრისტეს უთხარი დედა ხარ უთხარი რა გაბრაზებულია ჩემზე და არ ვიცახით რატომ ბრალდება იმიტომ რომ ის ერთი ტრანსცენდენტული ღმერთთან მისაწვდომი გჭირდება რა და მე როდესაც უკვე ქრისტეს ტრანსცენდენტალურ ტრანსცენდენტალეთ მე ის მაშ გჭირდება კიდევ ვიღაც ახლობელი ახალი წმინდანები გჭირდება ძველთან ერთად მაგრამ ზოგიერთმა რელიგიამ საერთოდ დაივიწყა პირველზე ახლა მაგალითად დუალიზმს ეძახით ჩვენ მანიქეოლოსოც არ არის მანიქეოლო არც საბუჯოში ინდურ რელიგიებში თემაშიც რაღაც ერთზე არის ლაბორატორია რამდენი პიროვნება არ არის პიროვნება თუ ჩავეძიებით ჩვენ წარავთ ზუსტი განმარტება პიროვნება რა და ეს არის მოკლედ ორივე სხვადასხვა შეწირვაც შეგიძლიათ ჩათვალოთ მეგობა რომ რადგან ანაფორა ეს უკავშირდება ლიტურგიას და მაქსიმუმ ლიტურგიურ ტერმინებს იყენებს შენ ნახავთ და ეს მივიღეთ რომ ეს არის ღმერთი თავს წირავს და ჩვენ აქედანაც უნდა შევეწიროთ მათ ხო დიალოგი ეთეორუმენი სტაონდა და თქვენ შენ წარმოიდგინეთ ნახეთ აი აქ ესეთ რაღაცას აკეთებს ხა პასტა პირველად შევხვდი მე აი ასეთი ზედმიწევნით აქცენტირებას ესე ზუსტად რომ დააწვარო ლოგოსები აქ ყველა საგანს აი აქ წარმოიჩხა მაგალითად ამ მიკროფონის ხა მე რომ აქ მაუსის აი ეს რომ აქ ანაჩე კუდის ლოგოსი ღმერთია და ყველა იმ კუდის ეხლა ეს რო ვიყიდე ამას ერთი ამაზონიდან გამოვიწერე რა და არ გამომადგა ხო არ მომეწონა მას ის მეორე მიჩენია მაგრამ იყოს მეორე მოვიდა ლურჯი ამასთან ერთად ეხლა ლურჯის ფერის ის ყველაფერი ის ლოგოსია ყველა კვანტის კიდე იმას ყველა თითოეულ კვანტს ან სიმს რომელიც ირხევა და იმისიც აქ თქვენ წარმოიდგინეთ რა აქვს ეს არის ისა რა ქვია ლუდოვიკოს აი აქ ამოს ეგეთ რაღაცას ანაფორა კოტი და ეთეო ხედავთ თუ ამჭის ნასინათრელი ეთეო რუმენი სტაონდა არა არ მაშო ბერძნულ თავისი აქცენტები აქვს რა და როცა ერთ ენაზე ლაპარაკობ მეორე ენის აქცენტზე გადასვლა ძალიან მიჭირს მეც და ყველას უჭირს რა ერთ ენაზე მეტყველება და მე უცებ ქართულ ენაში ხოც როგორ არის პირველ სილაბუსს პირველ მარცვალზე მოდის მახვილი ძირითადად და მე კიდე რაღაცები არის ჩახუჭუჭოები და ამ მელოდიაში საუბრობ და უცებ ბერძნულ სიტყვა და ეხა იქ მაგალითად ამ დიალოგი კი ანაფოროკოტიტა ხო ესე გინდა რომ თქვა ანაფოროკოტიტა მაგრამ დიალოგი კი ანაფოროკოტიტა და ეს მე უკვე ამერიკაში და იმიტომ მეშლება კიდეც ხოლმე თან ეს ისინი რა ქვია מחვილების უპატარები არის და დღემდე არის საბერძნეთში ძველი ბერძნული מחვილების სისტემით წერენ და ოფიციალურად ერთი מחვილიანი გადავიდეთ მაგრამ რატომ ეს თეოლოგიური წიგნები და ბევრი ბერძენი მაინც იმ ძველ სისტემას წერენ ძველ სისტემაში კიდე ერთი ესეთია მეორე აქედან იხება მესამე აქედან იხება მეორე და ერთი ესე იხება მეორე ესე იხება და მე ეგეთიც არის და აი ესე დახრასა და ძიმეს შორის ძიმე არ უნდა გააკეთო აქცენტი უნდა გააკეთო მარტო იმ ახალ ბერძნულად უკითხულობ მარტო ერთზე უნდა გააკეთო და ამ 4 ის რომ არის ამ ანაფეროკეტაში არის 2 ეგეთია და მაგის დანახვაც მიჭირს
გარჩევა სიგნალი არ არის გააშუქება. ხო? სტაო უნდა, ნებისმიერი უნდა, მაგრამ ამ სტატიაში ეს სად არ არის. ესე იგი, რა ვთქვი ახლა რაც. მოგეთ, სტაო ამას აწვება, აღწერს, მაგრამ აი როგორ მუშაობს ეს? ესე გეუბნება, რომ ყველა ნივთს აქვს თავისი ლოგოსი. და არსებობს ზოგადობის ლოგოსები. მაგრამ ზოგადობა ბიჭო შეიძლება აი მაგალითად ამ ოთახს აქვს თავისი ზოგადობა ეხლა. ამ ბოთლს თუ გადავდე იქით, ხო? ზოგადობა უკვე შეიცვალა. იმიტომ ამ ოთახში აი ეს არის ამ ზოგადობა ბოთლი აქ უნდა იყოს უცებ პახ შევცვალე. ოღონდ შემოцვალე. ეხლა ეს ყველაფერი ღმერთში როგორ შეიძლება უნდა იყოს, ხო? ამიტომ ღმერთი მიუწვდომელია თავის გონებით და ინტელექტით და იმით და ჩვენ ვერ ვიტყვით ხა ღმერთი რა არის, როგორ არის და როგორ ესმის ეს ამას ჩვენ ვერ მივხვდებით. ამის მექანიზმი ვერ გამოვიკლოთ და ფიზიკამ თანამედროვე მეცნიერებამ, თანამედროვე ფიზიკამ ამის ჩაიქნიოს ხელი. სულ შლიან ამ კვარტებს იმას ვიქარდო კვარტი მოქცეულია რაღაცაში, მაგრამ ბოლოს მაინც ესეც გახლიჭეს და სიმბებამდე მივიდნენ და ნუ გაეჭედნენ ეხა უკვე რამდენიმე ესე იგი მოკამათე მოდავე თეორიებია და ზოგი უკვე იმაზეც ალაპარაკა რომ თავის ზღვარს მიაღწია უკვე რა, ანუ ესე კაცო კიდე დავშლით, კიდე დეტალებს გავიგებთ, კიდე რაღაცა მაგრამ ფიზიკა არ მგონია რომ მიიღწიოს თავის ბოლოს ის გააგრძელებს, ის ბევრ რამეს აღმოაჩენს, ბევრ რაღაცა იქნება, ბევრ კარგი რამე იქნება, მაგრამ ამ პარადიგნა მაინც ვერ ამოხვდებით. აი ეს უკვე რა ის მუდამ უნდა იკულიო და აი შრომის, აი ფილოსოფიური აჯენდა და ფილოსოფიური ჩარჩო თანხმული მე ესე მეჩვენება რომ ვაქცინემ ეს მექანიზმი ბრწყინვალედ მე მგონი ეს მექანიზმი კარგად გააკეთა რა. აი ხა ბოლო წიგნს ავიკითხე 2025-ში გამოვიდა და აქ მოხსენებული ეგ ავტორი, მაგრამ მაგ ავტორის მარტო 2008 წლის წიგნია მოხსენებული, ის ვერ კიდე ერთი დაწერა და მე ხა კიდე მე 7 წელიწადში ერთხელ. ავტორები ძლიერი ავტორები. საშუალო დონის, ხომ კარგი საშუალო დონის, მაღალი დონის პროფესორები ხომე, მეცნიერები. პროფესორი ლიბერალ არჩი ესენი 7 წელიწადში ერთ ბეცა წერენ კაცო საწერის მეტი რა არის ზევასება თან ხა გაიადო მაგრამ 7 წელიწადში ერთი აი რაღაც ეპოქალური შენობის ეპოქალური შენობის მნიშვნელოვანი კაი ზუზუ კაი გეყო გავიგონე კაი ოკეი ეხლა რომ ეს და ამას აღარ აკეთებს ამას მე ჩემ შუცდი კარგი გეყოფა ზუზუ ოკეი გავიგეთ რომ ბავშვები თამაშობ ოიტები და ხოდა გავაგზავნეთ ხა საკითხს ეთი აფენოს და onda vrisconte opposita me se schesi di così to so de hoak ka oso che metto ne autotus to so to ena metto alo oso che metto autotus dal de vrisconte se devo me mia proptiki kini simasia ესე იგი აქ კიდევ აღწერს რომ ეს თითოეული ლოგოზე აუცილებლად დაკავშირებული არის საერთო აზრთან და ეს საერთო ახლა როგორ რაღაცას აკეთებს იცი კვლავ გითხარ ეს ადამიანი აპოსტრუქსუალიზმს ეს თანამედროვე ფილოსოფიასთან არის დიალოგში მაგრამ უკვე 60 წელს გადაშთა და ჯერ კიდევ თავის ახალგაზრდობის დროინდელ მაშინ ჯერ კიდევ აი 90-იან წელს ისევ დერიდას და იმას ეკამათება დღესაც ახლა რა თქმა უნდა დელეს მანდამაინც არ განიხილავს ხომ არ მახსოვს უფრო დერიდაზე არის რა უფრო ლაკანდა დერიდაზე არის ახსენებს ხომ ახლა აქ არა მაგრამ სხვა რაღაცებსაც ვკითხო მისი ჩემს დისერტაციაში დოს იმაში თუ მოძებნი არის ინტერნეტით დაიძებნება რა და იქ აი ლუდოვიკოს ერთი ქვეთავი არის ლუდოვიკოსზე რა თითქმის რა ესე იგი ლუდოვიკოს მაშინ ბოლო წიგს იმის მერე პრინციპში არც არაფერი დაუწერია ნორმალური ეს არის ხა რასაც ხედა რომ დაწერა რა იმის მერე არ დაუწერია აი მაშინ ვიქერთ თავში საკმაოდ დაწვრილებით ვიყენებ ლუდოვიკოს ვაფშე ლუდოვიკოს
ერთი წიგნის, ასე ვთქვათ, ლამის რევიუა, ოღონდ ჩემი ინტერესებით მე რაღაცებს უბერავდი. ხო, ესე იგი და ეხლა ნახეთ როგორ რაღაცას ახლა ერთმანეთიო აუცილებლად უნდა შევავსოთ კონდეს ერთმანეთთან მეგობრულ სიყვარული და ამივეა დოტიკოტიტა, ესე იგი ორმხრივი მიმცემლობა, ერთმანეთს გაუზიარი, ამ შემთხვევაში ზიარი და გამიზიარე რომ არის, ხო? შემეზიარე, ზიარება, ესე იგი რომ ზიარი გახდა. რეალურად კომუნიზმის იმასავით არის, ხო? ხო, პრინციპში მაგას ხატავენ, მაგრამ ეს არის როგორც მიზანი რა დასახული და თუ ადამიანები შეძლებთ ესე ვიცხოვროთ, მაგრამ ეს არის, ესე იგი, სხვა მიზანი ვერ იქნება. A poi alle abbiamo via di logica dotикотита βασίζεται σε κοινή και λογική αναφορά του στο λόγο. Როგორც გითხარით, აი ამ ერთ ლოგოსზე გადადის მეც έτσι ხო გითხარით, არის ლოგოსი. აი ხო ლოგოსი და აი ლოგოსის ტანი შედგებოდეს ლოგოზე ძეხთისას. ტანი შედგებოდეს მთლიანად იყოს ადამიანური ლოგოსები. და აი უკვე იმ ლოგოსებში შიგნით მიდის პროცესები. ხო და მიდის პროცესები და ეს გამაგრება ლოგოსი, მაგრამ აი ხა თქვენ წარმოიდგინეთ ამას ვიდახეთ ჩვენ ლოგოს და მე შემოგვაქ ესა, მაგრამ რეალურად ვიძახით რომ ამ ლოგოს იქით მაინც აფერი არ ვიცით ჩვენ. ის რაც ჩვენ ვიცით, რასაც ხედა Big Bang-ის მე. აი იქით რაც მოხდა, ეს არის ჩავთვალოთ ტრანსცენდენტული რომელიც უსია არსი. ხო და აი თანამედროვე რომ ნახოთ აი პროტოტექსტი იქნება დერიდასი იქნება თუ აი ეს ძალწირებიანი იმანენტური მატერიალიზმი იქნება ეს რაც არის იმანენტური მეტაფიზიკა თუ რაც დელეზის და მამარდაც მადარის ახლოს ეს არის აი წარმოიდგინეთ ზუსტად მაგაზე ჩვენ ის რაც ვიცით ტექსტი ის ვიცით რაც ჩვენ წინაშე საგნები ჩდება ჩვენ შეგვიძლია კონცეფტები ვაწარმოოთ დელეზი ამის შეიძლება კონცეფტები ვაწარმოოთ ხატრულ დელეზისთვის ხატრულობას ესე იგი ხელოვნებას ხატრულობას რო თქვა ამ შემთხვევაში ისეთივე როლი აქვს როგორც მთელი ლექციების ციკლი აქვს ხატვაზე და მე იყენებს შესანიშნავი ლექციები აქვს საკითხული და ნაწილი გასაუბრებელია ძალიან ძიმე ვარ ძალიან კაი რამეა მე მაგას იმას ვიზამ ვაპირებ მაგის წებ და იქ პატრონ ეხლა მივადექი უკვე მაგას რა ცოტა ხანში აი ამებს მოუყვი თავს ეხლა ეს მაგრამ კიდე ამის გარდა კიდე ორი წიგნია რომელიც ერთად უნდა იმას საქმნა რა ერთად უნდა დავწურო და ერთად უნდა შევიტანო ტექსტში და მე უნდა გადავიდე დელეზზე და ბოლოს მამარდათი დავამთავრე. მამარდათი და მე მაქსიმეს ორი ტექსტი მაქვს რა. და იმ ორ ტექსტს სადაც ჩემი აზრით ყველაზე მეტად ვლინდება სტოელებთან კავშირი და ყველაზე მეტად დაწურულად იძლევა იმ პერსპექტივას, რომელი პერსპექტივაც ჩემი თვალსაზრისით აკლია ლუდოვიკოს, რომელიც ჩვენ თავში ასე ვთქვათ ტრიალებს, მაგრამ მასავალო ჯამში მაინც ერთ რამეზე ვდგავართ, რომ იცოდეთ, რომ არის რაღაცა მივდივართ რაღაცა გამაერთიანებელზე, რომელიაც არსებობს იმდენად რამდენადაც არსებობს სიმრავლე და მაგალითად პროტოტექსტი რა არის ტექსტი და ყველა ტექსტი მათ იმაზე კი არის წერება, იმის ნაგლეჯებს კი არის მეორებს, არამედ აი ამ ტექსტების წერისას ნებისმიერ ტექსტია, ჩემი ხელების ქნება იქნება ახლა თუ რაც იქნა, ყველა ამ ტექსტების და ეს სახლის ტექსტია, ხო? ყველა ამ ტექსტების წერისაც იქნება რაღაცა ველი, აი ეს ველი მაგ შეგვიძლია ჩვენ ვწოდოთ უკვე ღმერთის მოქმედების ველი გამაერთიანებელი. ცალკეული აზრები, ну, კარგი, მაგ იმას ციხში ჩავწერა, ნახაზი მინდა რომ გავაკეთო და წარმოსახული მაქვს ნახაზი, მაგრამ კარგად ვერ ვაკეთებ იმაში ინტერნეტში ნახაზებს.
ხელით შევეცდები და იქნება ჩემ შულს გადავატან ნახაზე როგორ და აი მაგეც რომ მოხსნათ, აი ჩვენ რომ მოხსნათ სამება რა საერთოდ მაქსიმეს რომ მოხსნათ, აი წყი ზუსტად ისე მუშაობს წყინვალედ, როგორც თანამედროვე კვანტური მექანიკა იქნება თუ თანამედროვე უთანამედროვე ფილოსოფიები და მე საერთოდ მგონია რომ ეს არის ის დონე მაქსიმალური დონე, ესე იგი მაქსიმალურად ეფექტური ფილოსოფიური ჩარჩოშექნა მაქსიმუმ რომელიც ძალიან მაგრამ მუშაობს ეპოქებიდან ეპოქებამდე რა ეს ამჯერად ამ გზით ის ნამდვილი ფილოსოფოსი იყო და აქ ჩანს ეს აი ამ ლუგოვიკოსო ნეშს კარგად ჩანს რა როდის ბოლო ნაბიჯი არა აკეთებდა ის ნაბიჯი უფრო ჩემი ძალდატანებით ინტერპრეტაცია უფრო ალო ვიდრე მაქსიმასთან რო პირდაპირ წერია ამიტომაც ეს მართალია წერს ლაპარაკობს იმას რაც ნამდვილად იქ წერია ეხლა გადავიდეთ ხო ლოგო და მე და რომელიც მე არის ასეხიტო რაღაც ეკიტაკიტაკი და მე ამატებს ეპომენოს αυτή η διπλή διαλογική αμοιβαιότητα όπως την έχω αποκαλέσει στο παρελθόν αποτελεί το πυρήνα αυτής της οντολογίας αναφερόμενη μάλιστα τελικά όπως θα δούμε στην ίδια την σύσταση της Εκκλησίας. აი გზელი წინადადებები მეთქი არის გითხარით უყურს. ხო, ეხლა ძირითადად რას ამბობს ეს დიალოგიური ამივეოტიტა, უკვე ამივეოტიტას ამბობს, იქ ანაფეროგოტიტას ამბობს. ხო, ურთიერთ მიმოცემა, ურთიერთ მიმოტანა, ასე ვთქვათ, ეს იქ მიმოცემა უნდა ვთქვათ, მიმოტანა, ეხლა მიმოტარება, ну, ამ შემთხვევაში მიმოტანას ნიშნავს. მიმოცვლა, შეგვიძლია ესეც ვთქვათ, მიმოცვლა. ეს მიმოცვლა ახმაროს ორმხრივობას. ესე იგი, ამიტომ ორმხრივობათან ეს არის და ცდილობს, რომ ბევრი ტერმინები შემოიტანოს, მახსოვს მეც მიყვარს ეს ბევრი ტერმინები, რომ იმიტომ თვითონ ტერმინი თვითონ რაღაც ნაწილს გადმოცეს და რაღაცა ნაწილს არა. ამიტომ გინდა რომ ბევრი სინონიმი და აქიდან რომ უფრო ზუსტად შემოიწეროს. ხო, ეს არისო მთავარი ბირთვიო მაქსიმეს ონტოლოგიისა და მე გითხარით კიდეც რომ მაქსიმე ამ ავტორისთვის და დღევანდელი ძირითადად ვინც არიან მართლმადიდებლობის არის სწორედ ასე ცენტრი. აი გრიგორი პალამა მაგალითად კვლევებმა დიდი ბუმი იყო გრიგორი პალამაზე და ნელა ჩაქრა. აღარ არის ესეთი ბუმი, დიდად აღარ იკვლევენ პალამას. იმიტომ რომ პალამაში ფილოსოფიური ნაკლებია, ის უფრო იყენებს ამას ყველაფერს კონკრეტული მიზნისთვის. ეს კონკრეტული მიზანი არის ძალიან ვიწრო. და სხვადასხვა პალამას ქადაგებები, აი მაგას გირჩევთ ყველაზე მეტად. არის ქართულად მეთქი, რომელიმე თქვენს ენაზე, თუ არის აუცილებლად პალამას ქადაგებები ნახეთ. აი იქ უკვე აღარ არის ეს. იქ სხვადასხვა ქადაგებები მართლა ძლიერი, ძალიან ძლიერი ქადაგებები. ძალიან ბევრი ამას ამოხაბავთ იქიდან. თუ გაქვთ რომელიმე ენაზე. თუ არა და ინტერნეტში ნახეთ ბერძნულად შეიძლება იყოს, პირდაპირ ძველ ბერძნულად. არ რუსულად და აი იმის Google-ის და იმის თარგმნით და რასახაცას მაინც გაიგე, იმიტომ კარგი რაღაც, ბევრი რაღაცა ძალიან მაგარია მოხდა. მოგეწონებათ რა. თუ წაიკითხოთ. მართლა სერიოზულად კარგია. Апокали στο παρελθόν αποτελεί ხო და ეს არის სწორედ დაფუძნება ეკლესიის. ესე იგი ღმერთს ლოგოში, ჩვენ ლოგოსთან ასე ძეღთისაში, ჩვენ გვაქვს სულიწმინდისეული ურთიერთობა ერთმა შექმნითი და მე სულიწმინდისეული ურთიერთობა ერთმანეთთან და ეს ყველა ქნებას შეეხება. ყველა ქნებას. ხო და მე ამბობს, მეგონი ფოტი ამბობს, რომ და კი მაგრამ შეიძლებაო რომ იყოსო. ეგ უკვე ჩემ ბერძნულ დისერტაციაში მაქვს ციტატა ვიპოვე და ვთქვა ციტატა მაშინ TLG იყო ეგეთი CD და იქიდან მოსკემნი რა ქვია ტექსტი ამოვიღე და ისე მაქვს ციტირებული რა ძველ ბერძნულად არის. და ეხლა რო ხსნი X-ებს და Y-ებს მიწერს და ის თვითონ ის ტექსტი ხარ პოვო.
არა უჩის, არა იყოს არ მჭირდება, ნუ მახსოვს რომ იქ ლაპარაკი რა შუაზე იყოფაო, ეხლა თუ ჯოჯოხეთში არიანო, ეს საიდუმლოა ოღონდ ამას. მაქსიმესთანაც იმ ბოლომე 65 სიტყვა რომ თავდება, ედიშერ სულ კითხვის ნიშნებით აქვს დამთავრებული, მაგრამ თვითონ ტექსტში, ბერძნულ ტექსტში მანდ-მაინც არ ჩანს რომ კითხვის ნიშნებია. ესე იგი, მაქსიმე ამას ყველა გაერთიანდება ის როგორ იქნება, ესე იქნება? და პასუხს არ იძლევა, ესე იგი რომ გაერთიანდა და ედიშერი კითხვებს სვავს, მაგრამ მაქსიმემ ამბობს შეიძლება ეგრე იყოს, ესე იქნება, ნუ მაქსიმესთან კითხვი არ არის ის ამბობს, ვარაუდს ამბობს, რომ ესე შეიძლება ესე იყოს. შეიძლება გააკეთე, მაგრამ ძირითადად სწორია. უბრალოდ კითხვა არის 50-50-ზე თქვა და შეიძლება ძალიან ცოტა რიტორიკული იყოს კითხვა. შეიძლება ედიშერ მაგრამ რიტორიკული კითხვაც რა ეგეც სისულელი ხო არ იქნება. და ან მაგრამ ოდესაც ვარაუდს გამოწკო, ესე იგი ვარაუდი უფრო მეტი პროცენტულობას იძლევა, რომ შენი ვარაუდი გამართო. ეგრე მგონია. კითხვა უფრო ნაკლებს იძლევა და ესე მგონია და აუჩილდება ეგრე. ხო, მერე მოდის ეს არის ეკლესიოლოგია და მერე იწყება ესეთი მშვენიერი და ლამაზი ციტატა მე ამასო დიალოგი კი ამივეოდი და მერე კიდე მეორებს რა ნეოპლატონიზმს ამითი განუსხვავდება იქ არ არისო პიროვნული ღმერთი რაღაც ამას იწყებს ამის საყვარელი მომენტი ეს არის მაგრამ როგორც გითხარით კვლევები არ დასტურებს ამას ბოლო ისეთი კვლევაც ნახე თუ რაც იყო რაღაც მახსოვსად პირდაპირ ამტკიცებდა რომ ის უფრო სტრუქტურაა და თვითონ მაგალითად პლოტინესთან ძალიან კარგად ჩანს რომ აი ეს რასაც ისყვება ამ გონებებზე და ეგეთ რაღაცებზე ეს იერარქიებზე და ფილოსოფია ეს არის მისთვის უბრალოდ ეს არის მისთვის აზროვნების მოწესრიგების დამხმარე საშუალება და ამავე დროს ეს არის მისი მისტიკური, ესე იგი მისტაგოგიური აი ჩვენ რომ ამბობ მოხედე ყურადღებით იყავით გონება მოიკრიბეთ გონება მოიკრიბეთ მაგას ნიშნავს მოხედე წირვის დროს ხო და აი გონება მოიკრიბეთ ყურადღებით გონება მოიკრიბეთ ყურადღება მაგას ნიშნავს პროსოხი პროსოხი ეხლა დღეს გეტყვით ბენზენი პროსოხი ყურადღებით იყავი რა ხო და ესე ყურადღებით ხახო მაგრამ რატო ყურადღება ესე ნუ კაი კამას დავანებოთ ყურადღება რა შეიძლება მაგრამ აი ეს ხა მოიკრიბეს აი კონცენტრირდი და ეს გონების მოწესრიგების კონცენტრირების და ღმერთთან ურთიერთობის საკუთარი თავის მეცადინობის და საკუთარი თავის გაწვნის საშუალება ხელსაწყო იარაღი იყო ეს მისთვის მის მიერ აგებული ფილოსოფიური დიდი სტრუქტურა და ესე უყურებდა ეს მათთვის ფილოსოფია და ცხოვრების წესი არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან პროფესიით ფილოსოფოსი ვერ იქნებოდა და ეგრეთ იყო სოფისტები მაგრამ ეგენიც პროფესიონალი ფილოსოფოსები იყო კი ბატონო იყვნენ და იყენებდნენ ამ ფილოსოფიას მაგრამ შენ პლატონის მერე უფრო მეტად ეს გახდა ცხოვრების წესი აი თვითონ სოფისტებისთვისაც ეს ფილოსოფია მაინც ცხოვრებისთვის ამას ახელონდებოდნენ რომ ამით მე პური ეჭამოთ, საჭმელი ეჭამოთ, სასამართლოში გაემარჯვებინათ და ასე შემდეგ და რაღაც ეს იყო პროფესია, რეალურად ადვოკატის პროფესია იყო რა ესე თქვა და მაინც საქმიანობა. ვიყავარაკეთ რომ პროფესია თუ ხარ პროფესიონალი Okay, და მერე გადადის ხო დაინახეთ და მოყავს მერე მაქსიმედან წინადადება და რომელიც არის მე αυτό το τρόπο πέρα από κάθε είδος νεοπλατωνικής απορροής, εμανაციας νησιός, გადმოღრას რა ბეζოდ και ακριβώς λόγω αυτής της διαλογικής αμοιβαιότητας ერთგვერდზე სამჯერ გამოყენება κάθε ένα και λογικό πλάσμα καθένα και λογικό πλάσμα. Ყველა თითოეული ლოგიური პლაზმა, აქ ისე აქ დაწერილო. ყველა ლოგიური პლაზმა mira que este Θεού δια του αυτού προόντα
en to Θεό, καθώς ήρθε λόγον. ეს არის ესეთი იგეწინადება პირდაპირ თქვა. ნაწილი და არის და იქნება ღმერთის. ამისათვის იმიტომ რომ მისი წინამყო я tu avtu pronda en to Θεό წინამყო რომელიც ამისთვის ის არსებობდა ნახე ავტო წინ არსებობდა პრონდა წინ არსებობდა ღმერთში როგორც ამას წინ არსებობდა პრონდა უბრალოდ არსებობდა კი წინარემ ყოფობდა ეს სიტყვა ასთა ხომე არადოს არ მაგალითად პრონდა ეს ამნიშნავია ხომ რაღაცნაირად იყო პრონდა შეიძლება მოყופილო პრონდა არის მაგრამ ნახე ესტი και este Χριστός με θυμών και este ჩვენ შორის არის ჩვენ ქრისტე არ ჩვენ შორის ხო ესე მოდლები რომ კოცი ამერიკაში ცდილობენ რომ საჯაროდ თქვენ მაგრამ თელი ყველა ერთმანეთს კოცინდა ჯორა მარტო მოდლებში შეერჩა ხა ეპისკოპოსებში ხო და იქეუნები რა ქრისტე არ ჩვენ შორის არც და იყოს და este και este არის აი და ის ერთ-ერთი მთავარი რიტუალი იყო მაშინ არ ვიცი რომელიც საუკუნიდან და შეწყდა მაგ დროს მართლა ხდებოდა ასპაზმო პირდაპირ წერი ასპაზმო ესე იგი ნუ კოცნა ან ხელის ჩამორთმევა ეს ხელს ჩაართმევდნენ ისინი რა კონგრეგაციაში ერთმანეთს ეს ნიშნავს რომ ვიყვარებოდეთ ურთერთ აღიარებდე ეგომარი ეს ვიყვარდეს ერთმანეთი რომ ერთობლივად ვაღიაროთ ღმერთი მაგრამ აღიარება ამავდროულად ομოლოგიისო მენ არის ესე იგი თანავმეტყველებდეთ ერთმეტყველებდეთ ერთ სიტყვაობდეთ ერთ სიტყვაობდეთ ღმერთს ეგეთი რაღაც კათოლიკე ყურებდეთ ერთობით აღიარებდეთ უფალს ოლეგის მომენტო კირიო ხო ღმერთს აღიარებდეთ ან შეიძლება ღმერთს ვუღიარებდეთ კი შერისტო აჩნია როგორც ღმერთს ვაღიარებდეთ და ღმერთს ვუღიარებდეთ ვემესიტყვებ ერთ თანხმოვესიტყვებოდეთ არიან თანამვესიტყვებოდეთ ჩვენ თანამვესიტყვებოდეთ უფალს და ესეთი რაღაც ხო და აი ზუსტად ეს ფრაზა აქ მოყვანდი რატო იმიტომ მაქსიმეს რატო იმიტომ ამითი გახსენებს რომ აი ეს ისეთი ფრაზა ამის სამკითხოს გაახსენება სწორედ ეს რომ რიტუალი სიყვარულის რომ აი ამ სიყვარულში და მე ერთნაირად აზროვნებაში და ერთნაირად არტიკულირებული განცდებით მაგას ნიშნავს ლოგოსი ხო არტიკულირებული განცდებით ერთ ისე გავართ უფლის წინაშე მიმართოთ უფალს როგორც ერთნი ცალსარკე და ერთნი სიყვარულში გაერთიანებული აი ამის ლიტურგიულ სახეს შეიძლება გვაძლევდეს მაქსიმე και este თან დღეს მსახურებაში ესეა ο Χριστός με θυμών თუ როგორ არის ο Χριστός με θυμών ბერძნულად აქ არა მაგ ხო ბერძნულ ტექსტი აღარ მაგ ამდენ აღარ ჩემ და მე მეორე მღვდელი უცდოს ვარ და και este პასუხს არც და იყოს არც και este და ხავ ნახეთ როგორ არც და დაეიყოს აი ესე არის ახლა კარტო და
ვენაცვალე მანას. გაიხაროს და იყოს, ხო? და იყოს ესე იგი იქნებასაც ნიშნავს. ჩემი ნებართვის გარეშეც შეიძლება ხოშეანდი იქნება. ხო და მე ამბობს ესეთ რაღაცას. Автосемени миадиологики симметохи έναν სინერგეტიკო მეტოხო στον Θεό. აქ ნიშნავს ესეთ რაღაცა ლოგიკით ყველაფერს ნიშნავს დიალოგიურ თანაწილმქონეობას, იგი თანაზიარებას έναν ერთ სინერგიულ მეტოხო წილობას ღმერთთან. ღმერთში წილობას ღმერთის მეტოხი ხდება, ღმერთის ნაწილი ხდება. წილობთ ღმერთში, იმან ხომ შენ წილობთ ღმერთში თანაზიარებული ურთიერთს ავიყვარებოდეთ ურთიერთად, საერთობით, მაგრამ აი ეს მაქსიმეს ეს ამის ტექსტში აი ეს რაღაცნაირად არის და ამას ცდილობს ლუდოვიკოსმაც რომ მოგცეს